ნახეთ, რა ტყუილებს ავრცელებენ. ესპანეთში ებრაელებს რესტორნებიდან აგდებენო. ჯორჯ სოროსი დააპატიმრესო და ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ყველა ამერიკული ბაზა გაანადგურაო. ესე იგი, რა სწავლობენ ახლა ესენი? უნდათ ანტისემიტიზმის გაღვივება და თან ირანის გაძლიერებულ ძალად წარმოჩინება. მოდი ვნახოთ რა ხდება სინამდვილეში. პირველი ისტორია, ვიდეო ესპანეთიდან. ეს ვიდეო გადაღებულია 2025 წელს ესპანეთში ქალაქ ვიგოში. ადამიანი, რომელიც ტურისტებს რესტორნიდან აგდებს, არის რესტორნის მფლობელი სამირ სლიმი, არაბი ლიბანელი მიგრანტი. დააკვირდით რას ყვირის ვიდეოში. ლაბაიკა ნუსრალლა, ლაბაიკა ნუსრალლა. ფერა ლაბაიკა ნასრალა, ეს არის ლოზუნგი, რომელსაც ჰეზბოლის მხარდამჭერები იყენებენ. ამით ამტკიცებენ ჰეზბოლას ლიდერის ნასრალას მიმართ ერთგულებას, რომელიც 24 წელს მოკლეს. ამ ინციდენტზე ესპანეთში დიდი ამბებია, მაგრამ ის, რომ ესპანელები აგდებენ ებრაელებს, არის ტყუილი. მეორე ისტორია, სოროსის დაპატიმრება. პროპაგანდისტი გვარწმუნებს, თითქოს და სოროსი დააკავეს, მისი შვილი დუბაიში გაიქცა და აქ იყო ჰოლივუდის სცენა, ბრონირებული მანქანები, ვერტმფრენები და აგენტები. ამის დასტურად მითითებული აქვს ლინკი, მოდი გადავიდეთ და ვნახოთ რა წერია. თითქოს და ტრამპმა გამოსცა ბრძანება 14.291, რომელიც ადამიანების დაპატიმრებასა და აქტივების კონფისკაციას ეხება, მაგრამ თუ გავხსნით ამერიკის მთავრობის ოფიციალურ რეესტრს, დავინახავთ, რომ ეს ბრძანება საერთოდ სხვა რამეს ეხება და საერთოდ არ არის ნახსენები სოროსი. ეს არის 2025 წლის 1 მაისის ბრძანება, რომელიც რელიგიური თავისუფლების კომისიის შექმნას ეხება. ამ პოსტზე უკვე ჩატარდა უამრავი ფაქტ-ჩეკინგი და ბევრმა ამხილა, რომ ეს არის დეზინფორმაცია. და ბოლოს მესამე თემა, მოდი მოვუსვინოთ. მე გუში მქონდა საუბარი თურქეთის ექს-ადმირალთან, ეხა პენსიაზეა ეს ადამიანი, საკმაოდ ისეთ ჭკვიანი კაცი გვარსაც გავხსენებდა პეტყვი. ალბათ თუ ახლო ეს სანში მასთან ჩართვას გავაკეთებ. მან თქვა, რომ აბსოლუტურად ნოლამდე არის განადგურებული მთელი ამერიკული ბაზები ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში. რასაც ჩვენ არ გვეუბნებია და ამ ინფორმაციას არ ავრცელებენ. ესე იგი, ერთი სამხედრო ინფორმატორი ყავს, რომელიც ამას ყველაფერი უთხრა და ჩვენ მთელმა მსოფლიო ჯერ არ ვიცით, რომ ამერიკული ბაზები სრულიად განადგურდა ახლო აღმოსავლეთში. ირანმა მართლაც გაუშვა დრონები და რაკეტები ამერიკული ბაზების მიმართულებით, თუმცა უმეტესობა იქნა განეიტრალებული, რაც ჩამოვარდა მიაყენა მცირე დაზიანება. არც ერთი ბაზა არ არის განადგურებული, ყველა აგრძელებს ფუნქციონირებას. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ყველა ამერიკული ბაზა განადგურებულიყო. ეს იქნებოდა მსოფლიო მედიის წამყვანი ნომერ პირველი თემა. გულწრფელად მაინტერესებს, როცა ყველამ ვიცით თუ როგორია შედეგი, რატო ავრცელებენ ასეთ სისულელეებს, რისი იმედი აქვთ. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა უნიკალური რამ, ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა. ეს არის დაახლოებით 26 საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია. ამიტომ განსაკუთრებით უცნაურია, როცა ვიღაც მოკლე ჭკუის ცდილობს საქართველოში ანტისემიტიზმის გავრცელებას. ასევე უცნაური და კომიკურია ირანის მხარდაჭერის მცდელობა. ჩვენს ისტორიაში ირანთან ურთიერთობა ძალიან მძიმე იყო. ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ თავი დაეხციათ იმპერიისგან. 1625 წელს ჩვენი ერთობით დიდი გამარჯვება მოიპოვეთ მარაბასა და მარტყოფში. მაგრამ საბოლოოდ მაინც მძიმე შედეგები მივიღეთ. ირანმა 10,000-ობით ქართველი გადაასახლა. მონობაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი, დაცარიელდა და დაიცალა აღმოსავლეთ საქართველო. ეს არის ჩვენი ისტორიული მეხსიერება. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ირანი კი არ ძლიერდება და იფხროს მთელ ახლო აღმოსავლეთს, არამედ პირიქით სუსტდება, მარცხდება და ლამის ყველა ირგვლივ მოიძულა. იმდენი აფათურა ხელი ებრაელების და არაბების კონფლიქტში, რომ არაბებმაც კი მოიძულეს ირანი. ამიტომ ჩვენ მივესალმებით თუ კი ირანში არა იმპერიალიზმის შეპყრობილი ფანატიკოსები, არამედ დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ.